ახმეტის რაიონის სოფელ ომაულდან ნაირა ფარეულიძე 1997 წელს ხანჯიგაზლოში გამოთხოვდა. ეროვნებით ქისტი ქალბატონი ამბობს, რომ თავიდან სრულიად უცხო ხალხთან შეგუება არც თუ ისე ადვილი იყო. 1993 წელს კი სრულიად მოულოდნელად ქართული ენის მასწავლებლობა შესთავაზეს. ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა იქ, სადაც ენობრივი ბარიერის პრობლემა იყო, თავისი წვლილი შეეტანა. ამ სოფელს არ ახყავდათ ქართული ენის მასწავლებელი. პირველად ძალიან ძნელი იყო ენა რო არ ვიცოდი, გადათარმა ბავშვებისთვის, მერე ლექსიკონით უკვე გადავეჩვიო და ახლა ამათთან ერთად უკვე მე თვითონაც მეძნელება ყოველდღურად ვამუშავებ ქართულს, მაგრამ უფრო ამათ ენაზე რო ვლაპარაკო ბავშვებისთვის. ახლა ყველა ბავშვს რო შეეკითხო ქართულის ლექსები, 5-6 ლექსიც, პირველი კლასელები არიან ესენი და იციან ლექსებიც, ვასწავლეთ. კითხვა თარგმნა, მაგრამ ლაპარაკი მაინც უჭირთ. ხანჯიგაზლოს საბაზო სკოლაში სულ 35 მოსწავლე ჰყავთ. მიუხედავად მოსწავლეების სიმცირისა, ნაირა ფარეულიძის მსგავსად სხვა პედაგოგებიც დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი აღსასდელების წინაშე. სკოლა შარშან კომპიუტერული სისტემით აღიჭურვა, თუმცა სახელმძღვანელოს არ ქონის გამო ინფორმატიკის გაკვეთილები არ ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა არასრულია, ყურადღება არ აკლია. მივიღეთ 2 კომპიუტერი, რომლებიც ჯერჯერობით უმოქმედოა, რადგან ინფორმატიკა, როგორც სასწავლო საგანი, მეთოდოლოგიური და სასწავლო სახელმძღვანელოების უქონლობის გამო არ გვაქვს სკოლაში. მართალია, სკოლის სახურავის გარემონტება სკოლის ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ პედაგოგებისთვის ეს დიდი სტიმულია. ყურადღება ვიგრძენით და დიდ პასუხისმგებლობასაც ვტვირთულობთ. ხანჯიგაზლოში 9 წლიანი აზერბაიჯანულენოვანი სკოლა მოქმედებს, სადაც 35 მოსწავლე სწავლობს და 11 მასწავლებელი მუშაობს. სკოლის სახურავი ბოლოს გასულ წელს განახლდა. საშუალო განათლების მიღების მსურველები სწავლას მეზობელ სოფელში ან მარნეულში აგრძელებენ. სოფელს ბევრი გამორჩეული ადამიანი ყავს. ერთ-ერთი მათგანი საბირ ალიევია, რომელიც წლების მანძილზე სკოლის დირექტორი იყო. ამის გამო სკოლა საბირ ალიევის სახელს ატარებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში შემავალი სხვა სოფლებიდან ხანჯიგაზლო ერთ-ერთი ახალგაზრდა და მცირერიცხოვანი სოფელია. სოფელში სულ 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათი ძირითადი შემოსავლის წყარო მებოსტნეობაა. აქ თითქმის ყველა ოჯახში სათბურებს შეხვდებით, სადაც პომიდორის სხვადასხვა ჯიშები გამოჰყავთ. ჩვენი სოფლის მოსახლეობა ძირითადად მებოსტნეობით არის დაკავებული. ახლა ყველა შრომობს, რადგან ეს პერიოდი მთელი წლის მანძილზე განსაზღვრავს ოჯახების მატერიალურ მდგომარეობას. როგორც ხედავთ, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მოსავალს ველოდებით. ჩვენ სოფელში მოყვანილი პომიდორი გამოირჩევა გემოთი და ხარისხით, რის გამოც სოფელს პომიდორის დედაქალაქსაც კი უწოდებენ. მოსავალს მაისში ავიღებთ. სარწყავი წყლის პრობლემა არა გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით სასმელ წყალზე. სასმელი წყლის უქონლობა ბევრ პრობლემას გვიქმნის და ჩვენი ტკივილია. ეჰტირამ ამირხანლის სოფელში ყველა იცნობს. ის მარნეულში მეცნიერულ კვლევათა ასოციაციის თავმჯდომარეა. ასოციაციამ 2007 წელს ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მას შემდეგ კი ორგანიზაცია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის ხელშეწყობითაა დაკავებული. სამეცნიერო კვლევითი ასოციაცია 2005 წელს დაარსდა. ძირითადად ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ისტორიის კვლევაზე ვმუშაობთ. ვიკვლევთ ჩვენი ხალხების ძველ ადათ-წესებს. მაგალითად, 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კეკელიძის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა ერთობლივი კვლევა, რომლის შედეგადაც ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმიც იქნა გადაღებული. ჩვენ ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე, მისი წარსულისა და მომავლის საკითხებზე ვმუშაობთ. ამჟამად კი ახალგაზრდა ქართველი და აზერბაიჯანელი ლიტერატორების ურთიერთობის საკითხების კვლევით ვართ დაკავებული. ხანჯიგაზლოში ახალგაზრდების ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი სოფლის ცენტრში არსებული კლუბია. შენობა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. მოსახლეობა კი აქ მხოლოდ ფეხბურთის სანახავად დადის. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სოფლის ახალგაზრდები ვიკრიბებით. ხანდახან საფეხბურთო თამაშებს ვუყურებთ და აქვე ვიწყებთ სპორტული თამაშების შესახებ განხილვას. სამწუხაროდ, სპორტსმენი ახალგაზრდები არ აყვავს, ალბათ იმიტომ, რომ არ აგვაქვს არც სპორტული დარბაზი და არც ნორმალური სპორტული მოედანი. სოფლის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის სასმელი წყლის პრობლემა ყველაზე მტკივნეულია, რადგან დღის განმავლობაში მათ წყლის მოზიდვა რამდენჯერმე უწევთ. უამინდობის დროს კი ადგილი, საიდანაც სასმელი წყალი მოაქვთ, მთლიანად ტალახით იფარება.
წარმოიდგინეთ, დღეში რამდენჯერ გვიწევს დიასახლისებს აქ მოსვლა, რომ ოჯახში წყალი მოვიმარაგოთ, სადილი მოვამზადოთ, ჭურჭელი გავრეცხოთ და ელემენტარული ჰიგიენური პირობები შევიქმნათ. რაც თავი მახსოვს, ასე ვწვალობ. ოჯახში წყლის მარაგის შესავსებად ქალები ძალიან მწვალდებით. ეს ყველას პრობლემაა. დღის განმავლობაში ხევში რამდენჯერმე ჩასვლა და იქიდან სასმელი წყლით სავსე ვედროებით ამოსვლა მართლა ძალიან ძნელია. 2010 წელს სოფლის პროექტის ფარგლებში სოფელ ხანჯიგაზლოსთვის 12,000 ლარი იყო გამოყოფილი, რომლითაც სოფელში შესასვლელი გზა რეაბილიტირდა. 2011 წელს კი მოსახლეობის გადაწყვეტილებით იგივე თანხით სპორტული მოედნის მშენებლობა იგეგმება. ხანჯიგაზლო კაჩაგანის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი ყველაზე პატარა სოფელია, სადაც 400 მაცხოვრებელი ცხოვრობს. 2010 წელს სოფლის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 12,000 ლარი შიდა გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 2011 წელს იგივე თანხაა გამოყოფილი, რომელიც სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სპორტული მოედნის მშენებლობაზე დაიხარჯება. სასმელი წყლის საკითხი სასწრაფოდ მისახედია, მაგრამ სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია თანხის სიმცირის გამო. ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივაა. სოფლის გაზიფიკაციის საკითხი 2011 წლის პროექტში უკვე ასახულია და მისი განხორციელება ახლო მომავალში დაიწყება.